მოვზადოთ მაყვლის соусშიც, ტყემალი მოვხარშოთ, დარბელებამდე შეიძლება ცოტა წყალი დავამატოთ და ისე მოვხარშოთ, გავცხრილოთ და ცოტა ხანი გადავდგათ გვერდზე. მწვანილებიდან ვამატებ ომბალოს, კამას, ნივრის კბილებს, ქინს და ცოტა მწარე წიწაკას დავაბლენდეროთ. ტყემალს მოვაყაროთ მარილი, შაქარი, დაბლენდერებული მწვანილები, დაღერღილი წიწაკა, გადავურიოთ კარგად და გადავდგათ გვერდზე, გემოვიდი რომ გაუშვდეს. წიწილას მოვაყაროთ მარილი, ქათმის სუნელი, ხმელის სუნელი, პაპრიკა და ცოტა მწარე წიწაკა. ზეთი მოვასხათ, კარგად გადავანაწილოთ, უმჯობესია გავაჭეროთ 10 წუთი და მერე შევდგათ გახურებულ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. აი ესე შეფუთული მზაობამდე დავჭრათ და მოვასხათ ჩვენი მომზადებული ტყემალი. საოცარი გამოდის.